ისმის კითხვა. აი ვინც გააკეთა ეს ცოტა ჩაიდინა. რა უნდა ხდეს? ძალიან ბევრი არიან ასეთი მამები და დედები. მამებს იმიტომ ვამბობ, რომ ქმრის ნებართვით რო იკეთებს სოლი აბორტს, ისიც ჩვეულებრივი მკვლელია, როგორც თავის სოლი. ორივენი არიან საკუთარი შვილის მკვლელები. ეს უნდა გამოისყიდოს ადამიანმა მთელი ცხოვრება სინანულში უნდა იყოს. ბედნიერება რო კაც დაუბრუნდეს, ცოდვა უნდა შეინანოს და უпроსტად ცუდი ნათქვამია რომ დაუბრუნდეს. აი როგორ უნდა იყო ბედნიერი კაცმა, როცა ეცრო შენ შვილებს დახოცე. შენ თუ სინდისი გაქვს, უსინდისო თუ არა ხარ. მთელი ცხოვრება ხო უნდა გახსოვდეს. შენ რა გააკეთე? მთელი ცხოვრება ხო უნდა იყოს სინანულში. პეტრე მოციქულზე წერია, რომ რამდენჯერაც მამალი იყივლებდა, რომ გაიგებდა, წამოდგებოდა, რომ ეძინა და დაიწყებდა მეტანიების კეთებას და ტიროდა. შუბლი ქონდა აქლემის მუხლებივით უხეში. თვალები ჩასესხლიანებული და ღაწვებზე ქონდა ცრემლისგან აიარებები, ის რომ ცრემლი მოდიოდა და ნაოჭები ქონდა. და როგორ უნდა იყო ბედნიერი? ადამიანს შემთხვევით რომ ვინმე შემოაკვდება, ხასად გაახსენდება ეს ამბავი, ხასად გაახსენდება, სულ დათრგუნულია. სიხარულშიც კი რაღაცა აჩერებს, იმიტომ რომ მასე შეემთხვა. და მშობელმა როგორ უნდა დაივიწყოს შვილი მოკლა? ოდნავ რომ შეიმსუბუქო მდგომარეობა, შენი სულის უნდა კონდეს სინანული მთელი ცხოვრება.